ადანადალი ზამთარ-ზაფხულ ტარხუნა იცი სად უნდა იყიდო? დღეს შევეცდები რომ ერთი თვალით შეგაჭყიდოთ. ეს არის სამეგრელოს გული. ერთი მინიშნება ყველას, პრომო კოდი. ვახოსი ვარ. ეხა ცხელიშოთის პური, პომიდორი. ხორცი ქონი. დავსერეთ. მარინადის უამრავი ვერსია, მაგრამ ჩვენ ავიღეთ ისეთი უცნაური კლასიკური საინტერესოც. ბაზარი კომპლექტის გარშე წარმოუდგენელია. ეს ერთგვარი სალსა არის. თუ მკითხავ რა უნდა იცოდეს შეფმა პირველ რიგში და რესტორატორმა, გეტყვი რომ აუცილებლად უნდა კონდეს კონტაქტები იმ ადამიანების, ვინცზეც დამოკიდებულია პროდუქტით. ბაზარი არის ყველაზე კარგი საშუალება იმისი, რომ გაიცნო ადამიანები, დაამყარო კომუნიკაცია და მიიღო ის პროდუქტი, რომელიც საბოლოოდ შენს წარმატებაზე ძალიან იმოქმედებს. დღეს შევეცდები რომ ერთი თვალით შეგაჭყიდოთ იმ სივრცეში, რასაც ბაზარი ქვია და რასაც დეზერტირების ბაზარი ქვია. თავისი რომანტიზმით, თავისი ურთიერთობებით, თავისი კარგითაც და ცუდითაც გაგანახებთ ამ პატარა ვიდეოში. ბაზარს იცი რა კარგი? აი ხშირ შემთხვევაში შეფისთვის ხდება ინსპირაციის ადგილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ სეზონურობა ძალიან მნიშვნელოვანია კულინარიისთვის და გასტრონომიისთვის. და როცა გამოვისერნებთ ხოლმე ბაზარში, შევხედავთ პროდუქტს, გაგვახსენდება და იმით მე ვიფიქრებთ ხოლმე რაღაც კონკრეტულ რეცეპტს. დღევანდელ შემთხვევაშიც ასეა, როდესაც მითხრეს, რომ რას გააკეთებო დღესო. არ ვიცი მეთქი რას გავაკეთებ, წავიდეთ ბაზარში, ნახავ რა არის და იმის მიხედვით გავაკეთებ. ყოველთვის დაიწყეთ არჩევა ბოსტნეულით. იმიტომ რომ ბოსტნეული არის ის მთავარი პროდუქტი, რომელიც მე ფანტაზიას გაგიხსნით და შეუფარდებთ მე სხვადასხვა უკვე ფრინველი იქნება თუ საქონლის თუ ღორის ხორცი. წამოვიდეთ ნახოთ დავათვალიეროთ. აქ ამ ბაზარში მე მყავს ადამიანები, ვისთანაც ყოველთვის ვყიდულობ ხოლმე და ესეთი ცნობილი საბჭოთა კავშირშიც კი იყო ესეთი გამოთქმა დახელქვემოდა. ანუ ყოველთვის იმ პროდუქტს ვიღებ ხოლმე, რომელიც ჩემთვის არის აქტუალური და მნიშვნელოვანი, ასე რომ ყოველთვის გაიცანით ადამიანები, დამეგობრდით, მე ხარისხიანი პროდუქტი მიიღოთ. როგორ ახარ? კარგად. შეხედავ ტელევიზორში. რა შვებენ, ჩემები სადაა ნანა წავიდა? რატო? რატო არაფერი არ იყო ბაზარი? გამარჯობა. ეს არის სამეგრელოს გული. ვინმეს ღერღილი ჭადის ფქვილი თუ დაგჭირდათ, აქ უნდა მოხვიდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ნატურალური და დახქვემოთ, ხო გითხარით, ხო გასწავლეთ მაშინ. კოდური სახელი თქვა რამე? გვინდა რამე? პრომო კოდი. ვახოსი ვარ. ჩაკაფული სუგი ყვარს? და მარტო გაზაფხულზე რატო ჭამ? ტარხუნას ვერ შოულობდი მანამდე. და ზამთარ-ზაფხულ ტარხუნა იცი სად უნდა იყიდო? აი ჯულხასთან უნდა იყიდო ტარხუნა ზამთარ-ზაფხულსო. როგორ ძანდები? გადასარევა. აი ხარ მეგობრო. ტარხუნა აქვს უჯულხას. ინსპირაცია ყოველთვის არის ბაზარში მისული და რა დაგხვდება. და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება და დამხედრო მაგალითად ახალი კარტოფილი, რომელიც პირველი ნიშანი არის გაზაფხულის შემოსვლის. კამის ბოლქვი მინდა კიდე. ხო. წვანე ხახვი მინდა, ნიორი მინდა 1, წვანე ბოლქვი 2 ცალი მინდა, როზმარინი გვაქვს. ცოტა როზმარინიც მომეცით. ეგაა რა. 10 ლარიასო. ეს როდის შემოგდის მჟაუნა? გვაქვს შემოვიდა მჟაუნა? გეხვეწები, შეგიძლიათ 1-5 კონა რო შემინახო ხვალისთვის? შუა დღის ფოვა მაშინ და ავიღებ, ხო? მადლობა. აბადროებით. ეს პრასია? აი დიდი პრასია. რა ღირს კონა? ეს პრასი რა ღირს? მამუკა ეს რა ღირს? ჩავდე და მეტყვი? გავცვლი გინდა ამ პრაში? ხო. ხო. ხო.
წავიდე? მადლობა. მწვანე წიწაკა მინდა 3 ცალი და წითელი 4 ცალი რო ავიღოთ. ბულგარული მინდა. 1-3 ცალი ბულგარული რომ მომცე? არა, წითელი. ჯინჯერი მინდა 1 ცალი. იყოს. და ქართული წითელი ხახვი მინდა რა. ძაფრი. ვიყიდეთ რაც გვჭირდებოდა და წავიდეთ ახლა მოვიფიქროთ რაც მოვამზადებ. მწვანილები დაგვიჯდა 10 ლარი და რაღაც ნაწილი გვაჩუქეს. ჯინჯერი და ბოსტნეული დაგვიჯდა 12 ნახევარი. ანუ მთლიანობაში დაგვიჯდა 22 ლარი და 50 თეთრი. წავედით. ჩამოვარგდით თბილისში, ვიმყოფებით ცეხის ტერიტორიაზე, ტირში და დღეს ვამზადებთ საინტერესო კერძს. ჩემთვის საინტერესოა და იმედია თქვენც მოგაწონებთ და თქვენთვისაც საინტერესო იქნება ღორის მუცელი. უამრავი ვარიაცია, ვერსია, აზიური, ევროპული, სლავური, დამარილების, შებოლვის, დამუშავების, გამოყვანის არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტექნიკა არის ღორის მუცლის გამოცხობის. ჩვენ არხზე მიშა ავსაჯანიშვილმა ეს რეცეპტი გააკეთა და გამოაცხო ღორის მუცელი. დღეს ჩვენ შემთხვევაში ვაკეთებთ ღორის დაბეგვილ ვარიანტს, ანუ ღორის მუცლის დაბეგვილ ვარიანტს. ესეთი ღორის მუცელი დაგჭირდება. ხშირ შემთხვევაში ამას როგორც ბეკონის ნაწილათაც მოიაზრებენ ხოლმე და მოიხსენიებენ ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში აი ესეთი ნაწილია მნიშვნელოვანი. ხორცი, ქონი, ხორცი, ქონი, ხორცი, ქონი. ანუ ხორცი არის ცოტა ხორცია და ბევრი ქონია. ესე იგი, უნდა მოვათავსოთ ქონით ზემოთ და დავიწყოთ შემდეგნაირად. აი ესე უნდა გავჭრათ. გადავდოთ ეს დროებით და ვიწყებთ შემდეგ პროცედურებს. შენი აზრით, რამდენი ნაჭერი შეგვიძლია გამოვიყენოთ აქედან? მე ვამბობ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ 1, 2, 3, 4. ანუ მჭრით 4 შეძლების დაგვარ ტოლ ნაწილად და ვიწყებთ შემდეგ პროცედურებს. ქონის მხრიდან ჩავსერეთ, ჩავყევით, გავაჩერეთ. გადმოვატრიალეთ. ხორცის მხრიდან ჩავყევით, გავაჩერეთ. ჩავყევით, გავაჩერეთ. აი, ნახე როგორი პრინციპი მივიღეთ. ეხა ესე დავდეთ, გავასწორეთ და დანის ყელი ნაწილი. დავასწორეთ. ნახე ეხა რა ვშვები. დავსერეთ. გადმოვატრიალეთ. მივსერეთ. ამ დასერვას რატო ვაკეთებ? ალბათ შეკითხვა დაისმეო და აქ რომ დასწრე საზოგადოება იყოს, მაგრამ რახან არ დაისვა, ვიტყვი რომ იმიტომ ვსერავთ, რომ სწრაფად მომზადდეს. ანუ მარინადი, რომელსაც ჩვენ ეხა სულ ცოტა ხანში გავაკეთებთ, კარგად რომ გაუჯდეს ხორცს. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისი, რომ წარმატებას მივახციოთ. აი ნახე აქ პატარაზე დასერვა დამავიწყდა და თანაბრად არ განაწილდა ხორცი. ძალიან სკრუპულოზულად უნდა დავსეროთ. ეს შეგვიძლია სხვადასხვა ხორცის ვარიაციაში გამოვიყენოთ. გაამართლებს აბსოლუტურად ყველა ვარიანტში და ეს სამწვადეთაც ძალიან კარგად იქნება, კარგად მომზადდება, მაგალითად, ვისაც გიყვართ შამფურზე ღორის მუცლის მომზადება, თავისუფლად ამ ტექნიკით შამფურზე ესე ააცვავთ, იმიტომ რომ საკმარისი ზომა აქვს და თავისუფლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ როგორც სამწვადეც მსგავსი ტექნიკით დამუშავებული ხორცი.
გავაგრძელოთ ჩვენი ხორცის დაჭრა. ესე იგი, ხორცი დამუშავებულია და ეხლა აუცილებელია, რომ ეს ხორცი დავამარინადოთ. მარინადის უამრავი ვერსია, მაგრამ ჩვენ ავიღეთ ისეთი უცნაური კლასიკური საინტერესოც ვაშლით, მსხლით, ჯინჯერით და ხახვით. ეს ის პროდუქტებია, რომელშიც სიმჟავიანობა მაღალია, სტრუქტურას კარგად არღვევს ხორცისას და წვის დროს არ გვიჩრება. ანუ გავმეორდები, მწვანე ვაშლი გჭირდება, რომელსაც გავჭრით ჩვეულებრივად. უმჯობესია რომ გული ამოუღოთ. სხვადასხვა საშუალებაა გულის ამოღების, ერთ-ერთი არის ჩვეულებრივი ჩაის კოვზით შეგიძლიათ თავისუფლად ამოიღოთ გული. ერთი მწვანე ვაშლი დაგჭირდება, რომელსაც ესე დავჭრით. ჩაუშვებთ ჭიქა ბლენდერში. თუ ხელის ბლენდერი გაქვთ, შეგიძლიათ ხელის ბლენდერში ჩაუშვათ. დაგჭირდება მსხალი, რომელსაც იგივენაირად დილობს ამოუღებთ, სადაც კურკა, ანუ თესლი აქვს. დანარჩენი შეგვიძლია დავჭრათ თავისუფლად. 1, 2, 3. ხახვი. ხახვიც მოვათავსეთ. ეხლა დრო დადგა ჯინჯერი დავუმატოთ. კოვზით შეგვიძლია ჩვეულებრივად გავთავოთ. მაინც უნდა დაბლენდერდეს და ზომას ჯინჯერისას არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომად დაჭრით. თავარია ის ძაფები, რაც ჯინჯერს აქვს, სტრუქტურულად ბლენდერმა დაარღვიოს და მოხდეს სწორად განაწილება. ეს ბლენდერში ჩაუშვით. ეხლა ავიღოთ ჩილი, იგივე ჰალაპენიო და ვეცადოთ, რომ თესლები ამოვაცალოთ, რომ ძალიან არ გაცხარდეს შემდეგ ის მარინადი, რაშიც მოვათავსებთ ჩვენს ხორცს. მოთავსებულია. შემდეგი პროცედურა არის შავი წიწაკა, ყავისფერი შაქარი, დაახლოებით 5-6 კოვზი ჩაის კოვზი, მარილი. ხორცს მარილი ძალიან უხდება და აუცილებლად უნდა დავუმატოთ საკმარისად. და ამ ყველაფრის კარგად დასაბლენდერებლად აუცილებლად დაგჭირდება დაახლოებით 100 მგ ზეთი. სასურველია იყოს მზესუმზირის ზეთი. თუ მზესუმზირის ზეთი არ აქვს, შეგიძლიათ დავუმატოთ ზეითუნის ზეთი. დავაბლენდერეთ ჩვენი მარინადი. ეხლა უნდა დავუმატოთ და პრინციპი არის შემდეგნაირი. არაფერი არ დავკარგოთ, არავითარ შემთხვევაში. ეხლა ეს ყველაფერი კარგად უნდა ამოურიოთ, კარგად რომ ამოვგანგლოთ ყველა ნაჭერი, ჩვენი სასურველი, სანაქებო, მართლაც რომ უგემრიელესი ღორის მუცლის. ესე დავტოვოთ ცოტა ხანი, დამშვიდეს, დაწყნარდეს, აღარ ინერვიულოს, გავხსნათ. ეს ხმა მიყვარს ძალიან. შავი ლომის შავი დავასხათ. თუ სვავ ლუც, აუცილებლად სვავ ეს. შეგვიძლია წავიდეთ ორი პრინციპით. გვაქვს წარმოდგენილი ბოსტნეული. ბოსტნეულსაც დრო ჭირდება იმისთვის, რომ დავურგილოთ. გვაქვს კამის ბოლქვი, მწვანე ხახვი და პრასი. დღეს ბაზარში ვიპოვნე პრასი, ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე, რომ ეს ბოსტნეული დამეგრილა და ფანტასტიკური იქნებოდა გარნირად
ხორცთან. ასევე წითელი ბულგარული და ესეთი ყვითელი მოსტაფილოსფერო ბულგარულიც ძალიან გემრიელი. წინასწარ ეს გასინჯეთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ცხარე ხოლმე. და ცხარე რო არ შეხვდეთ და ძალიან არ გაგიცხაროთ კერძი. კარგი, მოდი დავყაროთ ესენი ახლა გრილზე და შემდეგ დაველოდოთ რომ მომზადდეს, თან პარალელურად მარინადის მოგვიმზადდება მალე. ბოსტნეული მომზადებულია, კამის ბოლქვები, როგორც გითხარით, სტაფილოსფერი, ანუ ყვითელი პატარა ბულგარული, წითელი ბულგარული, აქ არის პრასი და მწვანე ხახვი, რომელიც უნდა დავკეპოთ პატარ დიდ ნაჭრებად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ სტრუქტურა ამ ყველაფრის თან პარალელურად, ასე ვთქვათ, ვიგრძნოთ, როდესაც გავსინჯავთ, იმიტომ რომ აი ამ პრასაც და მწვანე ხავხსაც აქვს ყველაზე მთავარი დანამატი, ეს არის ბოლის სურნელი. აძლევს ზუსტად იმ მნიშვნელოვან გემოს და ერთგვარ არომატს, რომელიც მერე შემდეგ კერძში ძალიან მარტივად გადადის და თქვენ თვითონაც ძალიან მარტივად მიხვდებით თუ რაზეა საუბარი. წითელი ბულგარული წიწაკა შეგვიძლია დავჭრათ და ესე ჭხირებად, მაგრამ შეგვიძლია დავჭრათ ასევე ტარტარის ფორმითაც, იმიტომ რომ ვიღაცას მაგალითად დიდად არ უყვარს, როდესაც ხდება ხოლმე დიდი ნაჭრები წითელი ბულგარულისას. მე მიყვარს მაგალითად. ამაზე შეგიძლიათ დაუმატოთ თუ სიმჟავე გიყვართ, ძალიან მოუხდება წითელი ბალზამიკო სოუსი. ეს ერთგვარი სალსა არის. აი მწვანე ხახვი და მწვარი არის ესპანური ტრადიციული კერძი, რომელთაც როგორც კი მწვანე ხახვი შემოდის, გამოდიან ქუჩაში, როგორც ჩვენ თბილისობაზე ყველგან მწვადს ვწვავთ, ისე ყველგან წვავენ ამ მწვანე ხახვს და ძალიან უხდება წითელ ღვინოს და ერთგვარი ტრადიცია ყოველწლიური. ეს ჯამში შეგვიძლია მოვათავსოთ, ამოურიოთ, ცოტა ზეითუნის ზეთი დავამატოთ, ან თუ გაქვთ მაგალითად კარგი კახური ზეთი შეგიძლია დაამატოთ და ცოტა სიმჟავე. აი ეს დამწვარი ზემოდან ალბათ ვიდეოს ქვეშ ვიღაცა დაწერს, რომ დაწვეს ხორციო, ესო რა უბედურებაო. აი ეს соуსი რაც აქვს ამ ხორცს, აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის პირველ ნახე. აი ეს არის წვნიანი ხორცი ხვია ამას. ესე იგი, როგორ ვაწყობთ კერძს? წამოვიდა. ადანადალი დანდალი. ესე იგი, რა ვშვებით? ვისხავთ ლუც. ეს არის ის ბოსტნეულის ტარტარი, ან რაგუ. ტარტარი უფრო ხორცთან და თევზთან არის სწორი ფორმა, გამოყენება ამ სიტყვის, მაგრამ ეს რაგუა ერთგვარი. ღორის ხორცი, რომელიც დავამუშავეთ, გავსინჯავთ. ძალიან მინდა. სუნი აქვს ფანტასტიკური.
გამოიწერეთ არხი. გააქტიურეთ ზარის ღილაკი და გემრიელად მიირთვით.